ვართ თუ არა ჩვენ თაგვებივით ჭკვიანების უცოტა, თუ მათზე ჭკვიანები არა. ეხავე გეტყვით, რას ეხება ეს საქმე. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. შედეგები მინდა მოგიყვეთ. ესე იგი, თაგვებზე ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი, რომ თაგვებს უკვე ძალიან ყველი როგორც მოგეხსენებათ და რამდენი მიეკარებოდნენ ყველს, ამდენი დენს უტყავდათ ეს ყველი. თაგვები მიხვდნენ, რომ ყველი აღარ უნდა ეჭამა და დაანებეს თავი ყველის ჭამას მოკლედ. შემდეგ მათი შვილები როცა გაჩნდნენ, დაიბადნენ, ამ შვილებიც არ ეკარებოდნენ ყველს. მეცნიერებს ეჭვი შეეპარათ, რომ შეიძლება ეს არის უბრალოდ ქცევის გამეორება, რადგან მშობლები არ მიირთმევენ, ესენიც არ მიირთმევენ და არა რაიმე სხვა მიზეზის გამო. ამიტომ კიდევ უფრო წავიდნენ შორს, უფრო გააღრმავეს ეს ექსპერიმენტი და ხელოვნური განაყოფიერების გზით და ისე რომ შემდეგ გაზრდის დროსაც მშობლებთან არანაირი კავშირი არ ქონოდათ თაგვებს, ეს ვაკუუმში სასათბურე პირობებში გამოზარდეს პატარა წვრწუნები, რომლებიც ასევე არ მიირთმევდნენ ყველს. იმიტომ რომ მათ ტვინში იყო ფაილი ჩაწერილი, მიიღეს მათ მემკვიდრეობით ეს გენეტიკურად, რომ ყველის ჭამა არის საშიში, ყველის ჭამა იწვევს დენის დარტყმას. ახლა კითხვა, მათთან ვინც თვლის, რომ საგვარეულო არაფერ შუაშია, კაცო, რა შუაშია საგვარეულო, რა ბების, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ბაბუის ნაჭამა ტყემალმა, შვილიშვილს მოჭრა კვილიო, ანუ თაგუნას ბაბუის და მშობლების ნაჭამა, მას რომ მოჭრა კვილი. არა ჩვენ საგვარეულო არაფერ შუაშია, ჩვენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ადამიანები, რომლებიც უგულებელ ყოფენ, უარყოფენ საერთოდ საგვარეულოს მნიშვნელობას, მათთან მაქვს ესეთი მარტივი კითხვა. ესე იგი თქვენი აზრით რა გამოდის, რომ თაგვები უფრო ჭკვიანი, მათი ტვინი უფრო მოქნილი და უფრო ჭკვიანია ვიდრე ჩვენი? არჩევანი გვაქვს ორი, ან ვაღიარებთ, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან ჩვენზე, ან ვაღიარებთ, რომ საგვარეულოს უდიდესი გავლენა აქვს და ის ქმნის ჩვენი ცხოვრების სცენარებს, ის ქმნის ჩვენი ცხოვრების პროგრამებს, ის წერს ჩვენი ცხოვრების კონსტიტუციას, რომლიდან გამოსვლაც სპეციალურად აი ამ პროგრამების დამუშავების გარეშე ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ადამიანი შინაგანად არ არის რაღაცა ძალიან ძლიერი, მაგრამ ამ ძლიერებსაც კი რაღაცის გადატეხვის ხარჯზე უწევთ აქედან გამოსვლა. თუ რაღაცას არ გააცნობიერებენ ამ ყველაფერზე, სპეციალურად არ იმუშავებენ ამაზე. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ისევ და ისევ ჯადოსნური სოფელი საგვარეულოს საბაზისო კურსი ხო არის და არის, რა თქმა უნდა, უძლიერესი და საოცარი. ჯადოსნური სოფელი საგვარეულოს წიგნი ზუსტად იმიტომ დავწერე უფრო მეტად, რომ ვისაც რაღაცა კურსამდე, კურსისთვის ვერ იმეტებს ვერც დროს, ვერც ენერგიას, ვერც ფულს დაუჩენია, რაღაცა მორიგი აიფონი უყიდოს შვილს, ან დაუშვათ თავისთვის უყიდოს რაღაცა მორიგი კაბა, ან რაღაცა სხვა რაღაცებში მოახმაროს, ოღონდ არა საკუთარ თავს არ მოახმაროს. აი, სწორედ მათთვის, რომ წიგნიდან მაინც მოკლედ უფრო ბიუჯეტურად ბატონო, უფრო დაალაგებულად მიიღონ ძირითადი ინფორმაცია საგვარეულოს შესახებ. ანუ რასაც კურსი გვაძლევს, იმას წიგნი ვერაფერს ვერ მოგცემს, სასაკვირველია, მაგრამ რამდენადაც წიგნის ფარგლებში შესაძლებელი, იმდენად აქაც არის ტექნიკები და სავარჯიშოები, ვისაც სასაკვირველია ეს უნდა. ვისაც არ უნდა, არჩევანი თავად გააკეთოს. ანუ თაგვები უფრო ჩვენზე ჭკვიანები არიან თუ არ არიან და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ თუ არ ვაცნობიერებთ. ეს მე გითხარით, რომ ჩავწერდი 7 დღის განმავლობაში 7 ლაივს ჯადოსნური სოფლის თემაზე, საგვარეულოს თემაზე. ეს არის მეორე, პირველი გუშინ ხონდა, შეგიძლიათ გუშინდელსაც მოусმინოთ და ხვალ ვისაუბრებთ, მოკლე ლაივები გვექნება, ხვალ ვისაუბრებთ თემაზე, თუ როგორ უარყოფითად აისახება ჩვენ შემოსავლებზე, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვღებულობთ და მას არ ვასრულებთ, მით უმეტეს თუ ეს საგვარეულოს ეხება, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან მოხდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ ერთ და იგივე და ბოლოს მივხვდი, რომ ეს არის კანონზომიერება და აი ამ კანონზომიერებაზე ვისაუბრებთ ხვალ. თქვენ კი ისევ და ისევ შეიძლება მოგიწოდებთ პირდაპირ, რომ შეიძინოთ ეს წიგნი და ვისაც მით უმეტეს ვისაც არ ქონიათ ჯერ საერთოდ საგვარეულოსთან შეხება, აუცილებლად შეიძინოთ. გარდა საგვარეულოსი აქ არის ოჯახურ ფსიქოსომატიკაზე საუბარი, ზოგადად ფსიქოსომატიკაზე და ოჯახურ ფსიქოსომატიკაზე, ოჯახური პრობლემები რა დაავადებებს აჩენს ბავშვებში და მე ამაზე მნიშვნელოვანი საერთოდ არაფერი მგონია. ყველაზე რაც კი უამრავი კურსი მაქვს ჩაწერილი ამ წლების განმავლობაში და მე თვითონ უამრავი კურსი გამივლია, რაც ჩაწერილი მაქვს, იმაზე 100-ჯერ მეტი გავლილი მაქვს კიდე.
და მე არ მგონია რომ ან საგვარეულოზე უფრო მნიშვნელოვანი, ან ბავშვების ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი, ან საკუთარ ბედნიერებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე სხვა თემა იყოს. თუმცა ხა არჩევანს ყოველთვის აკეთებს მაინც თავისთავად ცხადია და ვის კომფორტის ზონაში დარჩენა ურჩევნია და ვის არ ურჩევნია კიდე ცალკე თემა, ამაზე ხარ ვისაუბრებ, მაგრამ აი თაგვების ექსპერიმენტი არის ისეთი ცხადი მაჩვენებელი თუ როგორ მოქმედებს ჩვენი წინაპრების გამოცდილება, ის გამოცდილება, რაც მათ ემოციურად განიცადეს და ჩვენმა წინაპრებმა იმდენი რამე განიცადეს საწყლებმა ემოციურად ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, რომ რა გასაკვირია ახლა რომ ჩვენ არ ქონიათ აი უმიზეზო სევდარო გაქვს რაღაცა თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ამ წუთში არაფერი ხდება. ფიქრობ კაცო რამ დამაყენაც 400-ზე გვინემ რამე მითხრა, არა, რამე მოხდა, აბა რატო არის 400-ზე. აი ეს არის უმიზეზო სევდა, მე რასაც უმიზეზო სევდას ვეძახი, ეს არის ის სევდა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი გაჭირვებული და სულ რაღაცა პრობლემებში მყოფი საგვარეულოებიდან, იშვიათი ალბათ საქართველოს საგვარეულო, რომლის ცხოვრებაც ესე იავარდით იყო მოფენილი და მას რაღაცა ესე შეუძლებელი იყო ამ ქვეყანაში უბრალოდ ესეთი საგვარეულოები რო ყოფილიყვნენ. ჩვენი საყვარელი ქვეყანა, ჩვენი ისტორია ჩვენია და ჩვენი შესაძლებელია. და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იცვლება აქ. თითოეული ადამიანიდან იცვლება, თითოეული თვით შეფასებიდან იცვლება, თითოეული ოჯახიდან იცვლება, თითოეული საგვარეულოდან იცვლება. ამიტომ ლაპარაკობ ამდენ საგვარეულოებზე. ეს არ არის მხოლოდ თქვენი სამუშაო, ეს არის მხოლოდ თქვენი საგვარეულოსთვის საჭირო. ეს არ არის მხოლოდ ჩემი საქმე, რასაკვირველია, ეს არის საქმე, ეს არის ის მიმართულება, რომელმაც შეიძლება გამოგვიყვანოს უამრავი ჩიხიდან, რომელსაც სხვა მიმართულებით ვართ მოქცეული. საგვარეულო, ოჯახი, მე, ოჯახი, საგვარეულო. ეს არის ყველაფრის საფუძველი. წიგნი შეგიძლიათ საიტზე შეიძინოთ, შეგიძლიათ მეზ მომწეროთ პირადად, არ არის პრობლემა და ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ, მაინც კარგად დაფიქრდით იმ ექსპერიმენტის შედეგებზე, რომელზეც ახლა ვისაუბრე. თაგვები ღებულობენ საგვარეულო პროგრამებს წინაპრებისგან. ჩვენ ღებულობთ? თუ არ ღებულობთ? თვითონ გადაწყვეტეთ. მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.